მოგესალმებით მწარე პოდკასტი. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვიწერთ ეპიზოდს, რომელთაც ბევრი მსმენელისთვის მინდა რომ ნათელი გახდეს. ის თუ რას უკავშირდება, რამ გამოიწვია, რა იყო მის შედეგები, ეს არის თბილისის დემონსტრაციები 1978 წელს, რომელზეც თითქმის ყველას აქვს წარმოდგენა, გარკვეული წარმოდგენა, რომ ეს არის ქართული ენის დაცვისთვის მოწყობილი დემონსტრაციები, რა თქმა უნდა, დიდწილად ეს ასია, მაგრამ აი რა არის მისი შინაარსი, საიდან არის მის საფუძველი და ასე შემდეგ, აი ამაზე დღეს ჩვენ გვესაუბრება ისტორიკოსი ქეთი სართანია, ასევე შეგახსენებთ, მწარე პოდკასტის პარტნიორი არის TBC და მსმენელებს კი მოგიწოდებთ რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი. მოგესალმები ქეთი, მიხარია რომ მწარე პოდკასტში გვესტუმრე. სალამი ნიკა, ჩემთვისაც დიდი პატივია ამ პოდკასტში სტუმრად ყოფნა. საერთოდ მეუბნებიან ხოლმე რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ისტორიკოსი ჩართეო და მეც ვეძებ ხოლმე ახლა რომ მინდა რომ წარმოდგენილი იყოს რა თქმა უნდა ჩვენთან ვინც კი ახალგაზრდა ქალი მკვლევარები არიან ისტორიის მიმართულებით განსაკუთრებით მე საერთოდ ყველა ისტორიკოსს ვაძლევ ხოლმე აქ საშუალებას რომ თავისუფლად ისაუბროს განსაკუთრებით რომ ახალგაზრდა ისტორიკოსებს ვანიჭებ უპირატესობას იმიტომ რომ მათ ეხლა სჭირდებათ ჩემი აზრით რომ არენა კონდეთ რაღაც ადგილი რომ ისაუბრონ ბევრმა მოусმინოს მათ ნახონ რომ ისინი იკვლევენ, მუშაობენ და რაღაცას აკეთებენ, იმიტომ რომ ამ პოდკასტის გაკეთების ერთ-ერთი იდეა ისიც იყო თავის დროზე რომ ამბობდნენ რომ რას აკეთებენ ეს ჩვენი ისტორიკოსები, არ ხშირად სვამდნენ ხოლმე ამ კითხვას, რა როცა რამე გამოვიდოდა ან რაღაცა ან მაგალითად რუსები დაწერდნენ რამეს, ან სომხები, ან თურქები ან ამ შემდეგ და აი რაღაცით რომ ჩვენი ისტორიას უპირისპირდებოდა რაღაცა სხვა შეხედულება იყო, მაშინ გამოვიდოდნენ ხოლმე დაწერდნენ რომ აი ჩვენი ისტორიკოსები რას აკეთებენ კი, მაგრამ ასე შემდეგ. ხო და აი პოდკასტში ვაჩვენებ ხოლმე რას აკეთებენ ქართველი ისტორიკოსები. მოკლედ ეს ამბები, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, არის უკავშირდება საბჭოთა პერიოდს, რომელზეც ჩვენ არც ისე ბევრი ეპიზოდი არ გვაქვს, მართალი რომ გითხრა. ვინაიდან ჩემი კვლევითი მიმართულება ეს საერთოდ არ არის, მე ყველა მის რომ შუა საუკუნეებზე მუშაობ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე მაინც რომ მოვიწვიო ისტორიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ ასე თუ ისე მე-20 საუკუნის ისტორიაზე საუბარი. და ეხლა საბჭოთა ისტორიაზე ეხლა ასე თუ ისე რაღაცებს შევეხეთ. ცივი ომზე გქონდა ჩვენ მაგალითად ეპიზოდი და იქ იყო განხილული ზოგიერთი მოვლენა, ასევე გქონდა 1921 წლის ომზე და ასე შემდეგ. აი იქ არის ასე თუ ისე საბჭოთა კავშირზე ლაპარაკი, მაგრამ აი ეს კონკრეტული შემთხვევა ამჯერად არის ნამდვილად განსაკუთრებული თვალსაზრისით 14-ში ახლა 14 აპრილს იქნება ზუსტად აი ამ აქციის წლის თავი ასე ვთქვათ 1978 წელს მოხდა ეს ამბები და შესაბამისად ყოველ წელს იხსენებენ ხოლმე ამ დღეს ხო 14 აპრილს თუ რა მოხდა მაშინ და ყველა სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვს ამაზე მაგალითად არის რაღაც ალკეული ისინი ხო გამოცემებიც ამაზე მათ შორის ბოლო პერიოდში არტანუჯმა გამოსცა თანსაკითხავის სერიაში 78 ზეპირი ისტორია 1978 წლის 14 აპრილის შესახებ მაგრამ ასევე შენ მუშაობ ამაზე უკვე უფრო სამეცნიერო კუთხით და იკვლევ ამ საკითხებს. შესაბამისად, ალბათ შენგან მოსმენა მაინც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩემი პოდკასტის მსმენელს, იმიტომ რომ ჩემთან ძირითადად უსმენენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და ამ შემთხვევაში ეს ყველაზე კარგი ვარიანტი არის ალბათ მის მოსასმენად. მოკლედ ვეთქვი მსმენელს 1977 წელს შეიცვალა საბჭოთა კონსტიტუცია, რასაც მოყოლოდა თქმა უნდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კონსტიტუციის განახლება მათ შორის საქართველოშიც ახალი შესწორების თანახმად უნდა ასახულიყო საბჭოთა სოციალისტური ენის ერების შერწყმის პროცესი. ეს გულისხმობდა, რა თქმა უნდა, სასაუბრო ენად რუსულის გამოცხადება, შესაბამისად ახალი კონსტიტუციის პროექტში ამოიღეს მუხლი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, რასაც მოყვა მერე მასშტაბური საპროტესტო აქცია 1978 წელს და 12 აპრილს დაიწყო მის მიტინგები, 14 აპრილს მერე უკვე სტუდენტურმა პროტესტმა მთავრობის სასახლის დღევანდელი პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა და შესაბამისად საკმაოდ დიდი მასშტაბური მოვლენა იყო. მე ედუარდ შევარდნაძე მონაწილეობს ამ პროცესში და ეს ყველაფერი თითქოს იყო რაღაცნაირად აი დაკავშირებული და შეიძლება უკავშირებენ 1956 წელს თავის დროზე მომხდარ სტალინის კულტის დაგმობა რომ მოხდა იმაში რომ გამოვიდნენ ადამიანები და იყო და რაღაცა გაიჟღერა თითქოს იქ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა და ასე შემდეგ. აი იმას უკავშირებენ ხოლმე შინაარსობრივად, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდია და ბოლო-ბოლო ამ პერიოდში არც ისე ბევრი
ასეთი დემონსტრაციები და მიტინგები ვიცით, ხო, იმიტომ რომ ტოტალიტარული რეჟიმი იყო, ხო, შესაბამისად ამ პერიოდში იშვიათი იყო, ხო, მსგავსი გამოვლენებები, მაგრამ მაინც აი გვაქვს ეს ორი და ორივე ძალიან ჩარჩენილი არის ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩარჩენილი არის უფრო აი ბუნდოვნად რაღაცა მითების დონეზე. აი რა სიტყვა შენ ამასთან დაკავშირებით? ნიკა, მე პირიქით პოდკასტზე მინდოდა მეთქვა, რომ მე მსმენია არა ისტორიკოსებისგან, ისტორიის მოყვარულებისგან, რომ შენ პოდკასტს უსმენენ და ანუ მხოლოდ პროფესიონალი ისტორიკოსებისთვის ან სამეცნიერო არა, მე იცი რას გულისხმობდი? მე გულისხმობ, რომ ანუ მე თვითონ ვიწვევ აკადემიურ პერსონალს, თორემ მსმენელი, რა თქმა უნდა, პირიქით, მე სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამდე მივიდეს. ან მე მას გულისხმობ, რომ აი ყველა ახალგაზრდა ისტორიკოსი, ვინც აი სერიოზულ თემებზე მუშაობს, მინდა რომ გაიაროს ეს პოდკასტი რა, ამას გულისხმობ. კი ბატონო, და მე მგონი ძალიან კარგი ფორმატი არის იმისთვის, რომ საქართველოს ისტორიაში არსებული ესეთი ცოტა ბუნდოვანი ეპიზოდები უფრო გასაგები გახდეს ფართო ჯგუფისთვის, საზოგადოების ფართო ჯგუფისთვის. რაც შეეხება 1978 წლის 14 აპრილს, წელს 47 წელი შესრულდება ამ მოვლენიდან და ხშირად როდესაც მსჯელობთ ვიწრო წრეში საქართველოს ისტორიაზე მომუშავე ისტორიკოსები, ორ მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფთ ხოლმე, როცა ამ თარიღს ვახსენებთ. პირველი შეგვიძლია რომ ამ თარიღზე ვიმსჯელოთ როგორც თარიღზე, კალენდარულ თარიღზე, რომ ეს დღე დაიწყო 1978 წლის 14 აპრილს და დასრულდა იმავე საღამოს და მეორე როგორც მოვლენა, რომელიც ჩვენს დასაწყისში მოიხსენია როგორც მოვლენად. მოვლენაში, ამ ისტორიულ მოვლენაში იგულისხმება პერიოდი, რომელსაც აქვს თავისი დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია, თავისი დასასრული. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რიგი წინა პერიოდი, რაც ამ თარიღამდე იყო და რა მოვლენებიც იქ ვითარდებოდა, განსაზღვრავს ან განაპირობებს ამ თარიღს. და შეგვიძლია ამის მაგალითებზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ შენ ახსენე, რომ უკავშირებენ 14 აპრილის დიდ საპროტესტო დემონსტრაციას 1956 წლის 9 მარტის მიტინგს, მაგრამ მე კიდევ უფრო შორს წავიდოდი და ამას დაუკავშირებდი 1924 წლის აჯანყებასაც და შეგვიძლია და 1921-23-24 წლის მოკლედ აჯანყებებს და წინააღმდეგობის ისტორიებს და აი როგორ თუ შევხედავთ საბჭოთა ისტორიას და მხოლოდ 1978 წლის 14 აპრილს ავიღებთ, მაშინ ეს იქნება მხოლოდ ერთი დემონსტრაცია, როდესაც ქართველი სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მაშინ უნივერსიტეტს ეძახდნენ, იმიტომ რომ ეს იყო მხოლოდ უნივერსიტეტი, შეიკრიბნენ ეზოში და მერე გზადაგზა მათ დაემატათ სხვადასხვა ჯგუფი ადამიანების. ჩემს მიერ ჩაწერილ ზეპირ ისტორიებში და ინტერვიუებში ადამიანები იხსენებენ, რომ შემდეგ უკვე პოლიტექნიკურის, ანუ გპ-ის სტუდენტები შემოუერთდნენ ვარაზისხევიდან ამ მსვლელობას პარლამენტის შენობისკენ, მაშინ მთავრობის სასახლისკენ, სადაც მიმდინარეობდა პრეზიდიუმის სხდომა და განიხილავდნენ სწორედ ამ საბჭოთა კონსტიტუციის ახალ პროექტს. როგორც შენ ახსენე, ეს ახალი პროექტი ემთხვეოდა, ესე იგი, ოქტომბრის რევოლუციიდან გავიდა 60 წელი, ანუ 1917 წლიდან გავიდა 60 წელი, საბჭოთა კავშირში მიიღეს ახალი კონსტიტუცია და მომდევნო წელს უკვე მოკავშირე რესპუბლიკებში ეს ახალი კონსტიტუცია უნდა ადაპტირებულიყო ადგილობრივ კონსტიტუციებთან, ამ რესპუბლიკების ადგილობრივ კონსტიტუციებთან და ამისი ნაწილი იყო საქართველოში ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა, რომელიც ჩვენთან 1977 წელსაც მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ეროვნულ არქივში არის მასალები, როცა განიხილავენ ამ პროექტის ცალკეულ მუხლებს, იქნებიან ეს მასწავლებლები, მუშები, სხვა დაწესებულების წარმომადგენლები, საკუთარ წინადადებებს აწვდიან გაზეთ კომუნისტის რედაქციას და ხშირ შემთხვევაში მე როცა ამ მასალებს გავეცანი მრჩებოდა შტაბ-ეჭდილება რომ ეს იყო ფორმალური პროცესი იმიტომ რომ ხშირად მადლობას უხდიან ხოლმე აი ამ კონსტიტუციის ახალი პროექტისთვის თუმცა რა იცვლება ამით მათთვის ეს ბოლომდე ცხადი არ არის თუმცა არის ზოგიერთი შემთხვევა როდესაც ხელფასების მომატებას ითხოვენ და ეს პროცესი საკმაოდ მდორედ მიდის 77 წლის მასალებს როცა ვკითხულობ თუმცა შემდეგ უკვე 1978 წელს გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის, რომ 75 კონსტიტუციის 75 მუხლი აღარ შეიცავს სიტყვებს, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. აქ უნდა ვახსენო აუცილებლად ის, რომ
საქართველოში სახელმწიფო ენა ყოველთვის 1918 წლის დადგენილების მიხედვით პირველ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა და შემდეგ უკვე 1936 წლის პირველ საბჭოთა სტალინურ კონსტიტუციას რომ უწოდებენ, იქაც კი არის ქართული ენა სახელმწიფო ენა. და ამ ხნის მანძილზე თაობები არიან გაზრდილი აი ამ შეგნებით, რომ საქართველოში სახელმწიფო ენა არის ქართული ენა, მიუხედავად იმისა, იქნება ეს პირველი რესპუბლიკა თუ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. მაგრამ ამ ცვლილებით, რომელიც 1978 წელს უნდა დამდგარიყო, აი ეს ახალგაზრდებში გაჩნდა მათში, მოკლედ, ვინც შეიტყვეს ამის შესახებ, გაჩნდა რუსიფიკაციის შიში და რომელიც უკვე სხვა შიშებს აღვიძებდა, ისტორიულ შიშებს აღვიძებდა და აი ამის წინააღმდეგ გაერთიანდებიან ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები, უმეტესად ეს არის ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები. აი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ხოლმე, მათ შორის ამ მოვლენაში მონაწილე ადამიანების მხრიდან. იმის გამო, რომ კონსტიტუციის ეს 75 მუხლი საკმაოდ აი ძალიან რთულია განასხვავა ეს 75 მუხლის ტექსტი, იმის გამო, რომ თქვათ, ესე იგი, პროექტის ტექსტი, რომელიც შედგება 3 აბზაციისგან და პროექტის საბოლოო მუხლი ასევე შედგება 3 აბზაციისგან. მეორე და მესამე აბზაცები თითქმის იდენტურია, მხოლოდ განსხვავება არის პირველ აბზაცში. საბოლოო პროექტის პირველი აბზაცი იწყებს საბოლოო მუხლის პირველი აბზაცი, რომელიც ერთი წინადადება, იწყება ასე, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. და შემდეგ გრძელდება ისე, რომ დანარჩენი სხვა ენებიც მიღებულია, დაშვებულია და მათზე ზრუნვა არის სასურველი და შესაძლებელია. ხოლო პროექტის მუხლში, რომელიც საბოლოოდ არ მიიღეს, იქ არ არის მითითებული სახელმწიფო ენა. და ამ სახელმწიფო ენის არ შემჩნევა ალბათ ძალიან რთული იქნებოდა ახალგაზრდა სტუდენტისთვის, რომელიც შეიძლება ასე დეტალურად არ კითხულობდეს კონსტიტუციის მუხლებს. თუნდაც თუ კი ახალგაზრდები წაიკითხავდნენ ახალ პროექტს, ძალიან რთულია ვინმე ზეპირად ახსოვდეს ზუსტად რა ფორმულირებით იყო მოცემული ძველ კონსტიტუციაში მუხლის ეს ნაწილი, 75 მუხლის ეს ნაწილი. ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიღაცა სხვამ უფრო მცოდნემ წაიკითხა, დაამუშავა და შემდეგ გაავრცელა სტუდენტებში. ზოგიერთი მოსაზრებით ეს არის ედუარდ შევარდნაძე, ზოგიერთი მოსაზრებით ეს არის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი და პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც თვითონ ასე საჯაროდ ვერ გამოთქვამდნენ ამ პროტესტს და ამიტომ სტუდენტებში გაავრცელეს ეს მოსაზრება. სამწუხაროდ დანამდვილებით მე პირადად არ შემიძლია ამისი თქმა ზუსტად საიდან წამოვიდა ეს ინიციატივა, თუმცა ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოკლედ, ეს პროცესი დაიძრა და მზადება ამ პროტესტისთვის ძალიან აქტიურად დაიწყო. აი თუ კი ჩვენ მხოლოდ აი ამას მოვყვებით, როგორც ისტორიას 1978 წლის 14 აპრილისას, ძალიან ბევრი რამე შეიძლება გამოგვჩას მხედველობიდან. რატომ იყო რუსიფიკაციის შიშის მომასწავებელი, ხო? აი ამ კონსტიტუციის ამ ფრაზის ცვლილება სტუდენტებისთვის და რატომ აღვიძებდა ეს კიდევ უფრო სხვა ისტორიულ შიშებს? აი ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემა დაუცილებელია ეს ისტორიული მოვლენა აღვიქვათ როგორც არა მხოლოდ თარიღად, არამედ მოვლენად და დავაკავშიროთ წინა სხვა მოვლენებს. იმის გამო, რომ მთელი საბჭოთა ისტორიის მანძილზე 1921-დან 1991 წლამდე საქართველოში რამდენიმე საპროტესტო მასშტაბური დემონსტრაცია მოეწყო. 78 წლის 14 აპრილი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფართო დემონსტრაცია, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, რომელსაც არ მოჰყოლია მსხვერპლი, რომელიც დასრულდა გამარჯვებით და რომელსაც არ ყავდა გამოკვეთილი ლიდერი. აი ეს 4 მახასიათებელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როცა მსჯელობთ 14 აპრილზე როგორც მოვლენაზე, იმის გამო, რომ 1924 წლის აჯანყება დასრულდა სამწუხაროდ მარცხით და როგორც წესი ისტორიოგრაფიაში, როცა მსჯელობთ აი ამ წინა მოვლენებზე
და მის გავლენაზე უკვე იმ უშუალოდ იმ მოვლენაზე, ანუ ამ შემთხვევაში 14 აპრილზე როცა ვმსჯელობთ, ეს წინა მოვლენები ძალიან დიდ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ზეპირ ისტორიებშიც და შემდეგ უკვე ამ პროცესებში მონაწილე ადამიანების მიერ შექმნილ სხვადასხვა საისტორიო დოკუმენტებში ხშირად არის ნახსენები ეს თარიღები. 24 წლის აჯანყება მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა, მან თავისი ისტორიული მეხსიერება, კოლექტიური მეხსიერება შექმნა და ეს მეხსიერება დარჩა როგორც მცდელობად, როგორც წინააღმდეგობის გამოცდილებად ქართველებს შორის, რომლებიც კი არ დაანებდნენ საბჭოთა ოკუპაციას, შემდეგაც ცადეს მის წინააღმდეგ გაბრძოლება მარცხის და სისუსტის მიუხედავად, ანუ მათი სიმცირის მიუხედავად. ამის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი თარიღი უკვე ხდება 1937 წლის სტალინური რეპრესიები, იმიტომ რომ მოგონებებში, მათ შორის იმ წიგნში, რომელიც ჩვენ ახსენეს, არის ანა ბაქანიძის მიერ გამოცემული წიგნი ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით, სტუდენტებს, რომლებსაც არ ახსოვთ 1937 წლის რეპრესიები, მათი მშობლები და უფროსი თაობა, ვინც მოესწრო ან სმენია და განუცდია ეს შიში რეპრესიების, ისინი ახსენებენ ახალ თაობას, რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს ამ დემონსტრაციაზე, ამიტომ ფრთხილად იყავით. მიუხედავად ამისა, სტუდენტები ვერ იაზრებენ აი ამ რეპრესიის შესაძლო მასშტაბებს და 2023 წელს, როცა მე ვწერდი ინტერვიუებს ამ მოვლენების მონაწილე ადამიანებთან, მაშინ მეც ვიკითხე იგივე, რომ გეშინოდათ თუ არა, როგორ არ გეშინოდათ, ხო, იმიტომ რომ საბჭოთა სისტემა ჯერ კიდევ საკმაოდ მძლავრია, 1978 წელია და მათ მიპასუხეს ორმა რესპონდენტმა ძალიან საინტერესო პასუხი გამცა. ჩემი ინტერვიუები ჩავწერე 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს და რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციები უკვე მომხდარი იყო თბილისში, ეს გაზის გაშვება, წყლის ჭავლი, ეს გამოცდილება უკვე ქართულ სხვა ამ ახალგაზრდებშიც არსებობდა და რესპონდენტებმა მითხრეს, რომ თქვენ თუ გეშინოდათ წყლის ჭავლს და გაზს რო უშვებდნენ და ეს იყო მათი პასუხი იმაზე, რომ ეშინოდათ თუ არა 78 წელს, როცა უფროსი თაობა მათ აფრთხილებდა შესაძლო რეპრესიების და ძალის გამოყენების შესახებ. შემდეგ უკვე 27 წლის შემდეგ სხვა თარიღს, რომელსაც ხშირად ახსენებდნენ ამ ახალგაზრდებს, როცა ემზადებოდნენ დემონსტრაციისთვის, იყო 1956 წლის 9 მარტი, რომელიც ბევრმა ალბათ იცის, რომ საკმაოდ ესეთი წინააღმდეგობრივი თარიღი არის ქართული საბჭოთა, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ისტორიაში, იმიტომ რომ უკავშირდება სტალინის სახელს და ეს ისტორია უფრო სხვანაირად შეიძლება, რომ სხვაგვარად შეიძლება უფრო დეტალურად მოვყვეთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა სტალინი გარდაიცვალა 1953 წლის მარტში, ყოველწლიურად სტუდენტები იკრიბებოდნენ სტალინის სახელობის ბაღში, რომელსაც დღეს დედაენის ბაღი ჰქვია თბილისში და არა მხოლოდ თბილისში იკრიბებოდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი დემონსტრაცია ეწყობოდა თბილისში. და რას აკეთებდნენ იქ? კითხულობდნენ ლექსებს, გამოდიოდნენ სიტყვით, პერფორმანსებს უფრო გავდა ეს შეკრებები და გამოსვლები დედაენის ბაღში, მაშინდელ სტალინის ბაღში, რა დროსაც 1956 წელს უკვე ეს ცნობილი ხრუშოვის საიდუმლო სიტყვა მე-20 ყრილობაზე თებერვლის თვეში გავრცელდა ქართველ ახალგაზრდებში და ზოგადად საქართველოში ინფორმაცია, რომ ხრუშოვმა აუგად მოიხსენია ქართველი ხალხი და სტალინი. აი ამის წინააღმდეგ დაიწყო ამ პატარა საპროტესტო დემონსტრაციების შეკრება ბაღში და 56 წლის მარტში, 9 მარტს შეიარაღებულმა, ესე იგი ჯარმა, საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი მომიტინგეები და მათ შორის უმეტესობა იქაც სტუდენტები და ახალგაზრდები სასტიკად დაარბია, რომელსაც მსხვერპლი მოყვა. როგორც წესი, და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღემდე არ ვიცით, ხშირად ისტორიკოსები ვარაუდობენ ხოლმე, რომ აი ზოგიერთი ოფიციალური წყარო მაშინდელი უწყებოდა, რომ 27 ადამიანამდე გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი მოხვდა საავადმყოფოში და საბოლოო მსხვერპლმა 100 ადამიანს მიაღწია. ეს ალბათ ძალიან სამწუხარო ფაქტი არის ქართული სახელმწიფოსთვისაც და ისტორიოგრაფიისთვისაც, რომ დღემდე
თანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, ზუსტად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ამ დღეს საბჭოთა ჯარის მიერ მიყენებული, ესე იგი გამოყენებული ძალის შედეგად. როგორც ვახსენე, 24 წლის აჯანყება დასრულდა მარცხით, 37 წლის სტალინურ რეპრესიებს გადასახლება უამრავი მწერლის და ინტელიგენციის წრის წარმომადგენლის სიკვდილი მოყვა და გვაქვს 56 წლის მარტი, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოყვა. პატარა ერისთვის ისედაც ოკუპაციის შემდეგ ამდენი მსხვერპლის და მარცხის გაღება ძალიან რთული გამოცდილება არის. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ვახსენე, რომ წინააღმდეგობის გამოცდილებას ქმნიდა ეს ისტორია, მაინც იყო მარცხის და მსხვერპლის ისტორია. და ეს ყველაფერი შეცვალა 1978 წლის 14 აპრილმა, როდესაც სტუდენტების მიერ პრინციპული მოთხოვნის დაყენებამ შესაძლებელი გახადა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. და ამან შექმნა გამარჯვების ისტორია ეროვნული მოძრაობის, რასაც დავარქმევთ ხო, წინააღმდეგობის ისტორიის, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ამ მთელ ისტორიაში 78 წლის გაზაფხული 14 აპრილი იყო დღე, რომელმაც პირველად შექმნა პრეცედენტი ეროვნული საკითხის გარშემო მობილიზებულ საზოგადოებაში, რომ მათ ეგრძნოთ გამარჯვება, მათ ეგრძნოთ ის, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის ქართული ენის საკითხი, რომ ქართული ენა იმ სამ ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს, რომელზეც დგას ხო ქართული იდენტობა, ადრე იყო ენა მამული სარწმუნოება, შემდეგ ეს შეიცვალა 19 საუკუნეზე საუბრობ ენა მამული ერთობით და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ენის საკითხი, მოკლედ ამის დაცვა მოახერხა ქართველმა ხალხმა, სტუდენტობამ და ახალგაზრდობამ, მათმა წინააღმდეგობამ. ეს არის ერთი მხარე, რომელზეც როგორც შეგვიძლია ვისაუბროთ 14 აპრილზე, რომ ის უკავშირდება ამ მთელი მარცხის ჯაჭვის შემდეგ ტრიუმფს და გამარჯვებას, მაგრამ ამ პროცესს ასევე თან ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა, იმიტომ რომ 14 აპრილი არ გათენებულა 14 აპრილს და არ დასრულებულა იმ საღამოს, ისევე როგორც თქვა წინა თარიღები რო ვახსენე, მხოლოდ ამ თარიღებს ამ თარიღებმა არ იქონია გავლენა ამ დღის შექმნაზე, როგორც ისტორიულ მოვლენაზე. უნდა ვახსენოთ ის, რომ ამ პერიოდში უკვე საქართველოში გავრცელებული აქტიურად არის დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვითი მუშაობა, ხანდახან დისიდენტურ მოძრაობასაც უწოდებენ ხოლმე, რომ აი დისიდენტური მოძრაობა ამ დროს უკვე აქტიურად არის ჩამოყალიბებული საქართველოში და რაც მნიშვნელოვანი და მთავარია, დაპატიმრებულები არიან მაშინდელი ამ დისიდენტური მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი სახეები, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. თუმცა მათ გასათავისუფლებლად ასევე ეწყობა პატარა წინააღმდეგობის ცალკეული შემთხვევები, როგორიც არის პატარა პროკლამაციების გავრცელება სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. ალბათ საინტერესო იქნება ვახსენო, რომ თუ არსები 1977 წელს ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს და ერთ-ერთი ადგილი, სადაც პროკლამაციებს ავრცელებენ, მაშინ გამსახურდიას და კოსტავას თანამებრძოლი ავთანდილ იმნაძე, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა 14 აპრილის დაგეგმვის პროცესში, ამ პროკლამაციებს ავრცელებს სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მაგრამ ერთ-ერთი ადგილი არის დინამო სტადიონი, სადაც და ძალიან საინტერესო მეთოდი არის, შეიძლება მოკლედ მოვყვე, რომ ფურცელზე დაბეჭდილი, ესე იგი ფოტოკოპი, არ ვიცი როგორ ხდებოდა, მაშინ ფოტოფირების მეშვეობით ავრცელებდნენ აი ამ მათთვის სასურველ მოთხოვნას, ერთ-ერთი იყო გამსახურდიას და კოსტავას გათავისუფლების მოთხოვნა და რამდენიმე ათეულ შეკვრას, ხშირ შემთხვევაში ძირითადად ასეულ შეკვრას დებდა ხოლმე თვითონ როგორც ყვება და ეს არის ცისხლის სამართლის ოგმშიც ამგვარად აქვს მას აღწერილი, რომ კიბის ისეთ ნაწილში დებდა სხვადასხვა ადგილას, სადაც გამვლელი ადვილად კრავდა ხელს და ეს ფურცლები გადმოიყრებოდა, მერე ხალხი დაინტერესდებოდა, მივიდოდა, აიღებდა და წაიკითხავდა ამ პროკლამაციას, რაც ჩემი აზრით
ძალიან საინტერესო მეთოდი არის იმისთვის, რომ ადამიანებს მიაწვდინო ხმა მაშინ, როდესაც არ არსებობს ინტერნეტი და სხვა ტიპის საკომუნიკაციო საშუალებები. იგივე მოხდა რუსთაველის გამზირზე, უნივერმაღის შენობაში, შენობიდან გადმოყარა, როგორც მახსოვს თვითონ როგორც ყვება და ეს თავისუფლების მოედნის გვერდით იყო უნივერმაღის შენობა, ასევე მაღლევის უნივერსიტეტთან ჭავჭავაძის ქუჩაზე და მოკლედ სხვადასხვა ისეთ ადგილებს ირჩევდნენ, სადაც უფრო მეტად ხალხმრავლობა იყო, რომ ეს ინფორმაცია ხალხამ გავრცელებული იყო საზოგადოებაში და სწორედ ამისთვის იჭერენ შემდეგ მათ და აპატიმრებენ საზოგადოებაში ანტისაბჭოთა იდეების, აზრების, პროკლამაციების, მასალების, ლიტერატურის გავრცელებისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ სანამ დადგება 14 აპრილი 1978 წლის, მანამდე მთელი ეს პატარა რიგითი, თქვათ, ცალკეული თუ შეიძლება ითქვას წერტილოვანი პროცესები მიმდინარეობს და თუ ვისაუბრებთ არამხოლოდ ტაქტიკურ წინააღმდეგობაზე ქართველი ახალგაზრდების, სტუდენტების და ზოგ შემთხვევაში თინეიჯერების მხრიდან, მნიშვნელოვანი არის ასევე ამ პროტესტის და წინააღმდეგობის თემატური მხარე. როდესაც საუბრობენ ქართველ დისიდენტებზე და ადარებენ მათ სხვა საბჭოთა დისიდენტებს და როგორც წესი პირველი შედარება ხდება ხოლმე რუს დისიდენტებთან, განსხვავება ქართველ და ამ სხვა საბჭოთა დისიდენტებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ ქართველები უფრო მეტად ეროვნული საკითხისკენ იხრებიან, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვისკენ, ვიდრე თქვათ ლეგალისტური ხაზისკენ, რომელიც კონსტიტუციას და კანონების გამოყენებას იწყებს ადამიანის უფლებების დასაცავად საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ვიდრე გამოხატვის თავისუფლების, ვიდრე რელიგიური დისიდენტების. მოკლედ საქართველოში აი ჩამოთვლილ ჯგუფებთაგან ქართველებს ყველაზე მეტად ახასიათებთ ეროვნული საკითხის გარშემო მობილიზება და ამ თვალსაზრისით თემები არის საინტერესო, მრავალფეროვანი და შინაარსიანი. ალბათ უნდა ვახსენო ისიც, რომ როცა ვსაუბრობთ ქართველ დისიდენტებზე ან ანტისაბჭოთა ელემენტებზე, როგორც მაშინ უწოდებენ, ანუ ახალგაზრდებზე, რომლებიც ანტისაბჭოთა განწყობებს გამოხატავენ, აქ არსებობს ორი ტიპის შეხედულებაც, რომ ნაწილი ადამიანების, რომლებიც ანტისაბჭოთა წინააღმდეგობაში იყვნენ ჩართული, მთლიანად სისტემას კი არ ეწინააღმდეგებოდნენ, მათ არ მოსწონდათ გარკვეული ტიპის პოლიტიკა, რომელიც საბჭოთა კავშირში და მათ შორის საბჭოთა საქართველოში იყო გავრცელებული. ეს შეიძლება ყოფილიყო ცალკეული, თქვათ, გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებული საკითხი, ან ენასთან დაკავშირებული საკითხი, ხო? დღეს უკვე ქართული ისტორიოგრაფიაში დომინანტი აზრი არის ის, რომ ქართული ენის დაცვის მოთხოვნა ავტომატურად თავისთავად გულისხმობდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკამათო თემა არის, თუმცა ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის დაცვის საკითხი არანაირად არ აკნინებს ცალკე ისაღებული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის იდეას, ხო? მაშინ ეს იყო მოთხოვნა, მაშინ ამას ედგა, ეს საფრთხე იდგა და ქართველმა ახალგაზრდებმა მოახერხეს რომ ეს საკითხი სათავისოდ საზოგადოებისთვის საკეთილდღეოდ გადაეწყვიტათ და მოკლედ აქაც არსებობს ბევრი შეხედულება, რომ არა ედუარდ შევარდნაძე ამ მოკლედ წარმატებას, ამ გამარჯვებას ვერ მიაღწევდნენ ქართველი სტუდენტები და აუცილებელი არის ალბათ რომ ერთი ციტატა წავიკითხო ედუარდ შევარდნაძის გამოსვლიდან, მოკლედ, როდესაც სტუდენტები გაემართნენ უნივერსიტეტის შენობიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ, იქ იმართება ეს პრეზიდიუმის ხტომა, სადაც ედუარდ შევარდნაძე გამოდის და ეს ავთანდილ იმნაძეც ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენებს, რომ პრეზიდიუმის ხტომაზე მჯდარ შევარდნაძესთან მოაქვთ პატარა ქაღალდები, სადაც რაღაცეები წერია და როგორც ამბობენ, ეს არის სატელეფონო საუბრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძესთვის გაგზავნილი მესიჯი მოსკოვიდან, ხო? და ბოლო ფურცელს, რომელსაც მიაწვდიანო შევარდნაძეს, ის გაღიმებული და გახარებული მიმართავს შემდეგ საზოგადოებას, სადაც ამბობს იმ ცნობილ ფრაზებს, რომ სახელმწიფო ენა, ესე იგი მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალ კონსტიტუციაში შეინარჩუნებენ ფორმულირებას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენად ქართული ენის გამოცხადებას და მე ამას ზარზე იმით შეხვდება შიგნით პარლამენტში
მსხდომი დანარჩენი საზოგადოება, მაგრამ როგორც იხსენებენ გარეთ მდგარი სტუდენტები არ ენდობიან შევარდნაძის ამ გადაწყვეტილებას და ასეთი მოთხოვნაც გაიჟღერებს მის მიმართ, რომ დაიბეჭდოს გაზეთ კომუნისტში და მხოლოდ ამის შემდეგ დაგიჯერებთ. შევარდნაძის ხსენება იმიტომ მინდოდა, რომ მანამდე ის ამბობს ასეთ ფრაზას, როცა გამოდის სიტყვით, რომ მათ გაითვალისწინეს, მათ ჩაატარეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და გაითვალისწინეს საზოგადოების აზრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა არის იმ პერიოდისთვის, იმიტომ რომ ჯერ არ დაწყებულა გარდაქმნის პერიოდი, ჯერ არ დაწყებულა საჯაროობის და ღიაობის პერიოდი 1978 წელია, მაგრამ საბჭოთა სისტემა თუ ედვარდ შევარდნაძე თავის მხრივ წარმოაჩენს თავს ამ გარკვეული ტიპის დემოკრატიულ სისტემად საბჭოთა საქართველოს ყოველ შემთხვევაში და შემდეგ უკვე მემუარებშიც წერს ამაზე და ძალიან საინტერესო ფრაზას ამბობს იქ, რომ ჩვენ იმპერია დავამარცხეთო, გავიმარჯვეთო იმპერიასთან ამ კანონის უკან გახმობით და თვითონ ამ დროს იყო ამ სისტემის ნაწილი, ხო, ეს ძალიან საინტერესო სამსჯელო არის ალბათ ისტორიკოსებისთვის და არა მხოლოდ როგორ გადააფასებს ხოლმე ისტორია მოვლენებს და რამდენნაირად შეიძლება სხვადასხვა ამბების მოყოლა. ალბათ უნდა ისიც თქვა, რომ სწორედ ამას ქვია ისტორიული მოვლენა, რომელიც იცვლის თავის ფერს და შინაარსს და ფორმას და ხშირად გავლენას ახდენს მის წინსწრებ და მის მომდევნო მოვლენებზე. და მე სწორედ ამ თვალსაზრისით ვუყურებ 14 აპრილს, რომ თქვათ თუ კი ეს იყო წინა სხვა მარცხების შემდეგ პირველი გამარჯვება, რომელიც ეროვნული საკითხის გარშემო გაჩნდა, მან ასევე შესაძლებელი გახადა, რომ მომავალში რწმენა, თავდაჯერება და მომავლის იმედი შეექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც შემდეგ ამ ბრძოლას აგრძელებენ მომავალში და რაღაცნაირად დაიჯერეს, რომ უფრო მეტი იყო შესაძლებელი და ეს უფრო მეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა, ანუ ქართული ენის სახელმწიფო ენად დარჩენის შემდეგ უფრო მეტი შანსი და პოტენციალი გაუჩნდა ამ მოძრაობას. აქვე ერთი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხიც უნდა ვახსენო, რომელიც სამწუხაროდ არ არის ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. ასევე 2023 წელს, როცა დავიწყე ამ თემაზე მუშაობა, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ 14 აპრილის, უпростоრად სომხები და ქართველები ერთად გეგმავდნენ ამ საპროტესტო დემონსტრაციას. უნდა ვთქვა, რომ საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებში საქართველო და სომხეთი იყო მხოლოდ ორი რესპუბლიკა, სადაც სახელმწიფო ენას წარმოადგენდა საქართველოში ქართული და სომხეთში სომხური, ადგილობრივი კონსტიტუციების მიხედვით. და აი ამ 77 წელს საბჭოთა კავშირში მიღებული ახალი კონსტიტუციის შემდეგ გათანაბრების პრინციპით, უпростоრად თანასწორობის პრინციპით, ის რომ სხვა რესპუბლიკებშიც ყველა ენა იყო, მათ შორის რუსულიც იყო სახელმწიფო ენა, ანუ საერთო ენა, საერთო მოხმარების ენა, ისე უნდა ყოფილიყო სომხეთშიც და საქართველოშიც. ამას უწოდებდნენ გათანაბრების პრინციპს, გათანასწორების პრინციპს. და ეს არც სომხებისთვის არ აღმოჩნდა მისაღები. ამიტომ საქართველოს თბილისის უნივერსიტეტის და სომხეთის ერევნის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების რაღაცა ჯგუფის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდა და მე ვესაუბრე მაშინდელ ერევნის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც ასევე შემდეგ გახდა დისიდენტი და მწერალი ვაჰრამ მარტიროსიანი, რომელმაც გაიხსენა ეს მოვლენა და თქვა, რომ აი წინა პერიოდში ჩვენ ვცდილობდით, რომ საერთო დემონსტრაცია დაგვეგეგმა, იმიტომ რომ მიგვაჩნდა, რომ თუ თბილისშიც და ერევანშიც ერთდროულად მოხდებოდა ეს დემონსტრაცია, ამას უფრო დიდი ძალა ექნებოდა. და მართლაც დაიწყეს საერთო მზადება, ერთ-ერთი შეხვედრა მოეწყო თბილისში, დღეს უკვე საკმაოდ ცნობილ ადამიანთან, რომელიც მაშინ იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, როგორც ჩემი რესპონდენტი იხსენებდა და დაგეგმეს თარიღი და ეს თარიღი იყო 24 აპრილი. ვისაც ახსოვს 24 აპრილი, ეს არის სომხების გენოციდის დღე და ამ სიმბოლურ დღეს უნდათ საერთო დემონსტრაციის მოწყობა.
იმის გამო რომ მოვლენები უფრო სხვაგვარად განვითარდა და ეს თბილისში უფრო მალე მოხდა ეს დემონსტრაცია, საბოლოოდ არ შედგა 24 აპრილს თბილისში და ერევანში დაგეგმილი ამ სტუდენტების მიერ დაგეგმილი ცირა ჯგუფის მიერ დაგეგმილი საერთო დემონსტრაცია. და სომხეთშიც და საქართველოშიც სახელმწიფო ენად დარჩა კონსტიტუციაში ქართული ენა, მაგრამ ეს მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი არის საერთო წინააღმდეგობის ჩვენების და შემდეგ უკვე ვაჰრამ მარტიროსიანმა მოთხრობაც დაწერა ამ საერთო წინააღმდეგობაზე, მხატვრული მოთხრობა არის და საბედნიეროდ ის ქართულადაც არის თარგმნილი, ადამიანებს მსმენელს შეუძლია რომ ადვილად მოიძიოს ეს მოთხრობა ინტერნეტში. არ ვიცი რამდენად რას ვფიქრობ კიდე რა არის საინტერესო. აი მაგალითად აი ენასთან დაკავშირებით როგორი რეაქციაც ქართველებს ჰქონდათ და საერთოდ აი მე რასაც დავაკვირდი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ერი ვართ ალბათ რომელიც თავის ენას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მე მგონი იმიტომ რომ ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი მარკერი არის და ძალიან ესეთი ყოველთვის რეაქცია არის ხომ როცა ქართული ენა აი რაღაც დონეზე ხა ტყუილი იქნება, მართალი იქნება, რაღაც ინფორმაცია გავრცელდება, რის გამოც რამე შეიძლება იჩაგრებოდეს ამ შემთხვევაში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ აი ამ უცხოური ენა შემოდის და 1000 რაღაც და ეს გასაგებია, ხო, მუდმივად შემოდიოდა ისეთ სიტყვები და ქართულ ენაში უამრავი სიტყვაა დამკვიდრებული სხვადასხვა ენებიდან, ხო? იმით მეტეს ხა, როცა ტექნოლოგიურად შენ არ ქმნი ამ შემთხვევაში არაფერს და საერთაშორისო დონეზე კი ანუ სხვა ენები გამოიყენება, ეხლა იქიდან უნდა შემოიტანო ბუნებრივია, ხო, სიტყვები, მაგრამ მაინც მთლიანობაში ჩვენთან საკმაოდ დიდ ყურადღება ექცევა ხოლმე და ხშირად არის რეაქცია ამაზე, რომ აი ჩვენ ენას მაშობიან ბილწავენ და რა სიტყვებს იყენებენ და ასე შემდეგ და აი თუ დაკვირვები ხარ შენ სხვაგან, მაგალითად იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ აქვს ასეთივე დამოკიდებულება ზუსტად ენისადმი სხვა ერებს, ანუ ასეთი ადგილი თუ უჭირავს და თუ ეჭირა თუნდაც საბჭოთა პერიოდში ენას. როგორც ვახსენე, ჩვენთან საქართველოში საბჭოთა პერიოდამდეც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართულ ენას და ალბათ უნდა ვახსენო, რომ პატარა ერისთვის ცალკე ისეთი პატარა ერისთვის, როგორიც საქართველოა, ქართული ენა არის ერთგვარი თავდაცვის საშუალება, რომ არ ასიმილირდეს და არ გაქრეს ერი და მთელი ის კულტურული ისტორია, რაც მანამდე ამ ენაზე არის შექმნილი. მე არ მახსენდება ასეთი რეაქცია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მაშინ და უკვე ვახსენე რომ სხვა რესპუბლიკებში იყო რუსული ენა, სასაუბრო ენა, lingua franca იყო საბჭოთა კავშირში, ყველა ამ ენაზე საუბრობდა ისედაც, ვისაც განათლების მაღალი დონის მიღწევა უნდა და განსაკუთრებით ტექნიკურ მეცნიერებებში, ტექნიკურ სფეროში მათ ისედაც რუსულად უწევდათ მაღალ საფეხურზე განათლების მიღება და შემდეგ სამეცნიერო საქმიანობა, ხოლო ფილოლოგებისთვის და ჰუმანიტარული მეცნიერებებისთვის ქართული ენა იყო ის ენა, რომელზეც ისინი სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდნენ და ალბათ უფრო მეტად ახლოს იყვნენ ამ ენასთან. ანუ ერთის მხრივ ეს არის ასიმილაციისგან თავდაცვის საშუალება და იმპერიის, აი როგორც ჩანს, აი ამ მათ მონათხრობში და მაშინდელ გამოსვლებში იმპერიისგან განცალკევების ხაზის გავლების საშუალება არის, ხო, რომ ჩვენ სხვები ვართ, ჩვენ არ ვართ რუსები, ჩვენ არ ვართ რუსულენოვანი ხალხი და ეს ჩვენ ვართ ქართველები, სხვები და ამ სხვების მოსანიშნად ქართული ენა იყო ძალიან კარგი საშუალება, იმიტომ რომ სხვა რეალურად სხვა ალტერნატივა, სხვა შესაძლებლობა მათ არ ქონდათ და ალბათ რთულიც იყო, ხო, იმ სისტემაში შიგნით როცა ხარ და მოკავშირე რესპუბლიკა ქვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს გასაბჭოებით და ოკუპაციით და ასე შემდეგ ამგვარად მოხდა, ენა მაინც იძლეოდა საშუალებას, რომ შეემსუბუქებინა ეს ისტორიული გამოცდილება ოკუპაციის და სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, გაქვს ქართული უნივერსიტეტი, რომელიც სადაც სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე და ეს სალიტერატურო, სამეცნიერო და კულტურული პროცესი, რომელიც ყველაზე მძაფრად შეიგრძნობა კინოში, რომელიც ქართულ ენაზე, რომლის გადაღებაც ხდება ქართულ ენაზე და იქაც კი მე არ ვიცი ხა რამდენად ზუსტად აღწერს მაშინდელ რეალობას, მაგრამ კინორეჟისორებიც კი როცა 60-იან წლებს იხსენებენ თავიანთ მოგონებებში, ხშირად წერენ ამას, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როცა ვიღებდით კინოს,
იყო თუ რომ ჩვენს პერსონაჟებს ესაუბრათ ქართულ ენაზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად, როგორ უყურებენ ქართულ ენას. შეიძლება ეს იყოს იმის გამო, რომ ეს მემუარები დაწერილი არის უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, შესაძლოა ნაწილობრივ ეს იყოს ამ პერიოდის გავლენაც, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ქართულ ენაზე სამეცნიერო საგანმანათლებლო და საყოველთაო, ესე იგი ყოველდღიური ცხოვრების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართველებისთვის. უცხო თვალისთვის ეს ჩანს ცოტა გაუგებრად და ხშირად მე როცა მიწევს ხოლმე სტუდენტებთან, არაქართულ სტუდენტებთან, ან მათ შორის ქართულ სტუდენტებთანაც ხო ამ თემაზე საუბარი, რომ აი კონსტიტუციაში ეს პატარა ცვლილება იყო ფრაზას შორის, ანუ ერთი ფრაზა არის, მართლა ერთი ფრაზა არის, რაც იცვლება საბოლოო 75 მუხლში. აი ამის ასე გაზვიადება, რატომ იყო ესეთი ამაღელვებელი და ესეთი შემაშფოთებელი ხო სტუდენტებისთვის და ამაზე პასუხი არის ეს რუსიფიკაციის შიში, რასაც ძალიან ხშირად წერენ 70-იანი წლების სამიზდატებში ქართველი დისიდენტები. მათ შორის მხატვრულ ლიტერატურაში და ლექსებში, რომელსაც ისინი ბეჭდავენ შემდეგ საქართველოს მოამბესა და ოქროს საწმისში, თუ სათაურსაც აი სარჩევის რო ნახოს ადამიანმა ამ გამოცემების ძალიან ადვილი მისახვედრია ის თემები, რა თემებზეც მსჯელობენ, ხო ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შემდეგ ქართული ენის შემდეგ უკვე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვას და საქართველოს საპატრიარქოში ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს, რომელსაც ძალიან მკაცრად და ხისტად აკრიტიკებენ მაშინდელი დისიდენტები და გამორჩეულად ზვიად გამსახურდია და ეს წერილები ინტერნეტშიც არის ხელმისაწვდომი, როგორი კრიტიკა არის მაშინდელი საპატრიარქოს მიმართ. ანუ ყველა თემაში იქნება ეს ქართული ენა, იქნება ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იქნება ეს არქეოლოგიური ძეგლები, რომელიც ერთ-ერთი ძალიან მწვავე თემა არის შემდეგ ქართული ენის შემდეგ უკვე ეს საკითხი ჩნდება ძალიან ფართოდ ჯგუფის ამ მწვავედ დგება უფრო სწორად და შემდეგ უკვე მწვანე ეკოლოგიური საკითხები ასევე იძენს დიდ მნიშვნელობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ გარდა იმისა, რომ ენა მართლა განსაკუთრებული იდენტობის მარკერი არის მაშინდელი ქართული საზოგადოებისთვის და დღესაც, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინ იყო, ხო, რომ კანონი შეიცვალა თუ არ ვცდები, ზუსტად არ მახსოვს ეს ამბავი როგორ იყო, მაგრამ საუბარი იყო საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის მოთხოვნის აუცილებლობაზე და საზოგადოებას მაშინაც მწვავე რეაქცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. ანუ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რაღაცნაირად ჯავშანივით არის ეროვნული იდენტობისთვის ქართული ენა ემცვალებად რეალობაში, სადაც ყოველთვის არის რისკი, რომ პატარა ერი, მცირე ერი შთაინთქას. ენის მიმართ, ენის წინაშე არსებული რისკი და საფრთხე ყოველთვის აღიქმება მძაფრად. რაც ცხადია იმას არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ახალი სიტყვების შემოტანაც იგივე მასშტაბის და იგივე მნიშვნელობის არის, როგორიც თქვათ სახელმწიფო ენის სტატუსთან დაკავშირებით ცვლილება. იმიტომ რომ ენას სჭირდება განვითარება და ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო და თუ ენაში ახალი სიტყვები შემოდის და ახალი სიტყვა არ იქნება, ეს პირველ რიგში სახელმწიფოს პრობლემა არის, რომელიც უნდა ზრუნავდეს ენის განვითარებისთვის. არ ვიცი თუ ვუპასუხე ამ შეკითხვას, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა და იმის ჩვენება მინდა, ყოველთვის იმის ახსნა მინდა, რაც რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ ის საფრთხეები, რაც ქართველებში იწვევს ხოლმე ამ რუსიფიკაციის შიშს, საბოლოო ჯამში უფრო ფართო შიშთან არის დაკავშირებული, რაც არის ოკუპაციის შიში, რაც არის რუსული მმართველობის შიში, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ არ იყო საქართველოში და რომლის შედეგები და რომლის გავლენა დღესაც ხელშესახებია საქართველოში, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა გამოცდილებაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამის გააზრება და ისტორიკოსების როლი ერთ-ერთი ალბათ ესეც უნდა იყოს, რომ ამ საფრთხეებზე და რისკებზე, რომელიც რაღაცნაირად ამოუხსნელი არის
ისტორიაში იმის გამო რომ ნაკვლევი არ არის და თუ ვინმე უსმენს ამ პოდკასტს, ვისაც აინტერესებს ისტორია, ძალიან ბევრი საქმე არის და ძალიან ბევრი თემა არის დაუმუშავებელი, ხელშეუხებელი და მოკლედ აუცილებელი არის ამ თემების კვლევა. კი, გეთანხმები. აი ხა მე მაგალითად მახსოვს ერთხელ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთმა ლექტორმა სემინარის დროს გითხრა ესეთი რამ, რომ რაღა ან თქვენ რომც იკულიოთ რაღა უნდა გამოიკულიოთ ახალი ყველაფერი ისტორიაში ისეთ გარკვეული და გამოკვლეული არისო და ან რაღაცზე უნდა დაწეროთო და იმუშაოთ ვაციო და აი მასეთი დამოკიდებულება ვისაც აქვს ისტორიისადმი ბუნებრივი ეს ვერაფერს ვერ დაწერს ახალს და ვერაფერს ვერ შექმნის და ვინც ასე თუ ისე იცის რა არის ისტორიის არსი, მისი ინტერპრეტაცია, კრიტიკული ანალიზი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ესმის რომ მუდმივად განახლებადი მეცნიერებაა და შესაბამისად ჩვენ ყოველწლიურად უამრავ სიახლეს ვიღებთ, უამრავი ცვლილება ხდება, შედარებით მსჯელობა, იქ მულტიდისციპლინარული კვლევა, არქეოლოგიური ფაქტორი შემოდის 1000 რამ და მით უმეტეს ჩვენი ახალი და უახლესი ისტორია ხო საერთოდ აი არ გუგითხათ, ალბათ 10%-ის არ ეთქმის იმას, რაც არის გაკეთებული, ხო, შეიძლება ზღვაში წვეთი არის, ახლა რაც არსებობს, მასთან ერთად, ხო, მით უმეტეს იმიტომ საბჭოთა პერიოდის მანძილზე ხარ, რა თქმა უნდა, ძალიან საბჭოთა სივრცესთან შედარებით საკმაოდ ძლიერი სკოლა ქონდა საქართველოს ხო ისტორიისა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აი უახლესი ისტორიის საკითხებს, მით უმეტეს აი იგივე საბჭოთა პერიოდის თუნდაც ან მანამდე პირველი რესპუბლიკისა, ხო, მაინც მაგ პერიოდში მაგაზე მუშაობა საკმაოდ ძნელი იყო და იდეაში მაინც იდეოლოგიზებული იყო და აი ახლა მაგალითად თანამედროვეობაში უკვე ახალ ისტორიკოსებს შეუძლიათ რომ ხელი მოკიდონ ამას და ვისაც აინტერესებს ხო უახლესი ისტორიის კვლევა, ბუნებრივია ძალიან ბევრი მასალა, ძალიან ბევრი რესურსი არის უკვე იმისთვის რომ ხელი მოკიდონ ამას. რა თქმა უნდა ამას ხელი უნდა შეუწყოს არქივებმაც, რომელიც მე საშუალებას აძლევდეს კვლევარს, რომ ეს ისტორიის ამ პერიოდს ნათელი მოფინონ, იმიტომ რომ აი ბევრი ამბობს ხოლმე, თუნდაც ჩვენ პოდკასტზე, რომ ჩვენო შეიძლება ითქვასო, რომ ძველი ისტორიაზე უფრო ვიცითო და გვაქვს წარმოდგენა, ვიდრე უახლესეო. არა და ეხლა ხან მომხდარი მოვლენებიც კი არ ვიცითო, ზუსტად რა და როგორ იყო, ხო? და შეიძლება აი ესეც ჭირდება ისტორიას, რომ რაღაცა დრო უნდა გავიდეს მოვლენებიდან, რომ მე მისი შეფასება და შესწავლა უფრო აი რაღაცნაირად ისე მოხდეს, რომ ცხელგულზე არ მოხდეს, მოკლედ რომ ვთქვათ რა, რომ მე მასე უფრო ობიექტური შთაბეჭდილებები შეგვექმნას და უფრო ობიექტური დავდოთ აქვე, შედეგი დავდოთ აი კვლევისა. ალბათ ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იქნება, ისევე როგორც არქივების ღიაობა, რომელზეც უკვე ახსენე, ვინაიდან არქივებშიც ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს მაგ თვალსაჩინო, რომ ერთ-ერთი ყველაზე დახურული არქივება თითქოს პოსტსაბჭოთა სივრცეში, იმიტომ რომ თავის ზოზე ამაზე კვლევა ჩატარდა და შედარება მოხდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების არქივებისა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი მიმართულებით, ასე რომ ესეც გასათვალისწინებელია, როცა საუბარი არის უახლესი ისტორიის კვლევაზე. ქეთი, ძალიან ხო, თუ რამე სიტყვა მასთან დაკავშირებით? თუ შეიძლება კიდე მინდა რომ დავამატო ამას და გეთანხმები მთლიანად მაგ შეფასებაში, რომ არქივების ღიაობა მნიშვნელოვანია ისტორიკოსებისთვის და უახლესი ისტორიის შესწავლაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება პირველ ჯერზე, როცა დაიწყება, თქვათ 70-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ისტორიის კვლევა, რომელიც არ არის კარგად დამუშავებული და ნაკვლევი, შეიძლება იყოს რაღაც აღმოჩენითი მიდგომები, შეიძლება ბოლომდე არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ არასოდეს არც ერთი კვლევა არ მიიჩნევა, რომ ანუ სრულყოფილი კვლევა ასეთი არ არსებობს, ხო? ეს არის პროცესი, სადაც ერთი ადამიანი თავის აგურსდებს და შემდეგ სხვა თაობა, სხვა ისტორიკოსები, სხვა კოლეგები ამას სხვა აგურს ამატებენ. ასე იქნება სამეცნიერო ცოდნა და ზოგადად ცოდნა, მაგრამ მე რისი თქმაც მინდოდა ისტორიის კვლევასთან დაკავშირებით. და ჩემი ყველაზე დიდი დარდი რაც არის ამ ბოლო პერიოდში გამოცდილების შემდეგ დავფიქრდი, რომ ისტორია არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი დისციპლინა, რომელიც ვერ იარსებებს როგორც მეცნიერება არადემოკრატიულ სისტემაში. თუ კი მკვლევარს, თუ კი ისტორიკოს, თუ კი ახალგაზრდა მეცნიერს, თუ კი არ ვიცი პროფესორს არ ექნება ისეთი გარემო, სადაც თავისუფლად
სხვა ცენზურის სხვადასხვა ფორმების გარეშე თავს მისცემს უფლებას, რომ იკვლიოს ისტორია, მაშინ არც თქვათ მატერიალური რესურსები, არც არქივების ღიაობა, ვერც ერთი ეს ფაქტორი ვერ შეუწყობს ხელს ისტორიის როგორც სამეცნიერო სფეროს, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარებას. და აი მე პირადად ამ დასკვნამდე მივედი და ალბათ იმისთვის, რომ საერთოდ მეცნიერებას კონდეს გასაქანი და განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის შესწავლას კონდეს რამე ტიპის ხელშესახები, შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ თქვა ახალგაზრდები დაინტერესდნენ და პროცესი გაჩნდეს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პროცესი მიმდინარეობდეს დემოკრატიულ სისტემაში, იმიტომ რომ მე ასე მიმაჩნია, რომ ეს თავისთავად ავტომატურად მოხსნის არქივების ჩაკეტილობის საკითხს და ასევე რესურსების არარსებობის საკითხს, რის გამოც ხშირად ახალგაზრდა მეცნიერებს და მათ შორის პროფესორებსაც ეს არ არის ასაკზე დამოკიდებული, ხო? მეცნიერებს არ მიუწვდებათ ხელი სამეცნიერო კვლევით საქმიანობაზე და ეს ძალიან სამწუხარო ამბავი არის, იმიტომ რომ ისედაც პატარა ქვეყნისთვის და ისედაც პატარა ქვეყნის მეცნიერისთვის თუ კი მას თავისივე ქვეყნის არქივზე არ ექნება წვდომა, ისედაც სუსტ მდგომარეობაში იმყოფება შემდეგ ქვეყნის გარეთ, როდესაც უწევს სამეცნიერო პროცესში და ამ დისკუსიებში, ამ კონკურენციაში ჩაბმა, იმიტომ რომ ისტორია საბოლოო ჯამში ასეთი სფეროა, რომ ვისაც უკეთესი მასალები და სამეცნიერო არქივებზე აქვს წვდომა, მას უკეთესი შედეგი აქვს და ეს არის მოკლედ ჩემი ძალიან დიდი გულისწყეველი ამ ბოლო პერიოდში. თუმცა საბოლოოდ მაინც არ არის დაუძლეველი და გადაულახავი პრობლემა და ამიტომ იმეც ვიტოვებ, რომ ეგეც შეიცვლება. კი, გეთანხმები. მოკლედ, მე მგონი რაც მინდოდა რომ ამ პოდკასტში გეთქვა და მოგეყოლა და საზოგადოებისთვის უფრო ესეთი ნათელი გაგეხადა ყველაფერი მოყევი შენ მაქსიმალურად კომპაქტურად თანაც, ხო? იმიტომ რომ მე თვითონ სურვილი მქონდა რომ ეს პოდკასტი ყოფილიყო შეიძლება კომპაქტური და ბევრ ადამიანს მოესმინა რაღაცა შეჯამება ამ ყველაფრისა ერთ ეპიზოდში. ასევე მე გთხოვდი რომ შენ თუ რაიმე გამოქვეყნებული გაქვს ამასთან დაკავშირებით, ასევე შეგვიძლია მიუთითოთ პოდკასტის ქვემოთ description-ში აღწერაში და კომენტარებში, რომ ვისაც დაინტერესდება წერილობითაც გაეცნოს ამას. მე მგონი არის პატარა ტექსტი ამაზე, მაგრამ თუ დრო გვაქვს შეიძლება რომ ორი წინადადება დავამატო, მე მგონი ეს თემა და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს ეთნიკური უმცირესობების ენასთან დაკავშირებული საკითხი, როგორ იყო გადაწყვეტილი ამის შესახებ არ გვისაუბრია და ჩემთვისაც არ იყო ცნობილი აქამდე ის, რომ პირველი რესპუბლიკის კანონში სახელმწიფო ენის შესახებ სულ სამი პუნქტია მოცემული და ამ სამი პუნქტში ძალიან ცხადად და აშკარად წერია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა, ეროვნული უმცირესობები ასე არის მოხსენიებული, მათ შეუძლიათ საკუთარ დედაენაზე, ანუ საკუთარ ენაზე ისაუბრონ, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებშიც, ანუ ეს შეზღუდვა რომ ეროვნულ უმცირესობებს, ანუ ეთნიკურ უმცირესობებს, ვინც არ იცოდა ქართული ენა, თავიანთ ენაზე ესაუბრათ, ეს დაშვებული იყო, ისევე როგორც შემდეგ მომდევნო კონსტიტუციებში და ამით იმისთვის მინდა ხაზგასმა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის ამგვარად საკითხვაც, ხო? მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციაზე ამ თემაზე არ იყო გამახვილებული ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სრულ სურათში, როცა ვსაუბრობთ 14 აპრილზე, შემოვიტანოთ ეროვნული უმცირესობების ენის საკითხიც, სადაც ის მას ქართულთან ერთად თანაარსებობის, განვითარების უფლება საშუალება ჰქონდა და ასევე მოქალაქეებს შეეძლოთ მასზე სრულნან სხვადასხვა შეზღუდვების გარეშე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ყოველ წელს როცა ეს თარიღი აღინიშნება, გამოტოვებულია ხოლმე ეს თემა და თუ კი დემონსტრაციაზე მაშინ ეს თემა არ იყო ნახსენები, ჩვენ შეგვიძლია დღევანდელი გადმოსახედიდან ვიმსჯელოთ ამაზეც, რომ ეს საკითხი არა მარტო 78 წლის კონსტიტუციაში იყო დაშვებული, არამედ პირველი რესპუბლიკიდან მოსდევდა ეს საქართველოს კონსტიტუციას. კი ბატონო, მადლობა და
დასრულებისთვის რაღაცა აკალდა თითქოს, ხო? და რახან მოგეცა შესაძლებლობა, მაგრამ ესეც დავამატეთ. მე წარმატებებს გისურვებ კვლევის ამბავში და ზოგადად აი ამ მიმართულებით, აი უახლესი ისტორიის კვლევაში, ყველა არა მარტო შენ, არამედ ყველა ამ კვლევარს, საერთოდ ბოლო პერიოდში ჩვენ პოდკასტზე გამოჩნდნენ აი ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, რომელსაც დაამთავრეს წარმატებით ეს პროგრამა, მათ შორის გიორგი ჭკადუა იყო და ეხლა უკვე შენც მესტუმრე და იმედი მაქვს ხუბიც ნელა შემომივლიან პოდკასტში და ყველას წარმატებებს უსურვებ, იმიტომ რომ ეს პროგრამა ძალიან მიყვარს, ჩემი მეგობრები ასწავლიან, ვიცი რომ ძალიან დიდი მიზნები ჰქონდათ, როცა ეს პროგრამა დააარსეს და დარწმუნებულია შედეგიც შესაბამისი იქნება. ყველაფრიდან რომ საქართველოს უახლესი ისტორიის კვლევა განვითარდეს, გაფართოვდეს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს უნდა ხელი შეუწყოს სახელმწიფომაც რომელიც სუმცირე ჰიბრიდულ დემოკრატიად მაინც უნდა დარჩეს. თუ დემოკრატიად არა ამ შემთხვევაში, ხო? ამიტომაც აი ამაზეც ასე შეიძლება ითქვას რა, შეჯამდეს ეს ამბავი. ამ სხვა დამატებდი და შეგვიძლია დავამთავროთ. კი, დავამატებდი იმას, რომ თუ ვინმეს ისტორია აინტერესებს და უნდა საქართველოს შესახებ აი უახლესი კვლევებიც ისწავლოს, მართლა შეუძლია რომ მოახერხოს ეს თანაც საქართველოსდან წაუსვლელად. ილიას უნივერსიტეტში არის ეს პროგრამა და ასწავლიან ალბათ საუკეთესო პროფესორები, ვინც კი შეგვიძლია რომ ამ თემაზე ქართველებიც და უცხოელებიც ნახოთ და მე მინდა რომ ყველა წავახალისო რომ ბევრი შემოგვიერთდეს უახლესი ისტორიის კვლევასა და ძიებაში და რაც თავარია ამ ისტორიას უნდა ალბათ შევძინოთ ისიც რომ აი ეს შენი პოდკასტები რასაც აკეთებს მე მგონი ეს არის ნიკა რომ განსწავლა ხდება და თავიდან სწავლა ამ ისტორიის ხო რაღაც მითების გაქარწყლებაც ხდება და მოკლედ მეც მინდა რომ წარმატებები გისურვო და წინა ეპიზოდის ძალიან მომეწონა სადაც გიორგი ჭკადუა საუბრობდა მეფისნაცვლის ინსტიტუტზე და ვისაც არ მოусმენია, ეგეც მნიშვნელოვანი თემა არის, რაღაცნაირად კავშირშია მაინც ამ თემასთან და ვისურვებდი ასევე უფრო მეტ ეპიზოდს უახლეს ისტორიაზე და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. კი ბატონო, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ რჩევას და მეტ უახლეს ისტორიას შემოგთავაზებთ, იმედი მაქვს ამ წლის მანძილზე და შევავსებთ ჩვენ პოდკასტს ახალი ეპიზოდებით. მსმენელს კი შეგვიძლია დავემშვიდობოთ, არ დაგავიწყდეთ რომ მოიწონოთ და გამოიწეროთ წარე პოდკასტის არხი და დაელოდოთ ახალ ისტორიულ ეპიზოდებს.